მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, 21 საათი, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს, ფაქტი მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორგელიძესთან ერთად. დღეს ჩვენ გვაქვს ძირითადად მიმოხილვა იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა არის ის მთავარი, რომელიც აისახება ქართული სახელმწიფოს დღევანდელობაზე, მომავალზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთავარი ანალიზი საგანი დღეს არის უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში, 4 დღიანი ვიზიტი, იცით თქვენ სპეციალური ღონისძიებებია დანიშნული, თუ მიაქციეთ ყურადღება ჩინეთის პირველ პირმა განაცხადა ბევრი ისეთი რამ, რომელიც როგორც წესი არჩევიათ ჩინელებს, ასეთი, მაგრამ განსაკუთრებული ხალხგასმა გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის გამო, რომ ეს ორი ქვეყანა ფაქტობრივად ვალდებულია, რომ ხელი შეუწყოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საცხოვრების შენარჩუნებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, თავისთავად ის, რომ უკვე ღია ტექსტით საუბარია ურთიერთობის გაღრმავებაზე და ამაზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა სხვა მხარემ, პირიქით, რაც უფრო მეტი ზეწოლა მოხდა ბრიქსის ქვეყნებზე, თქვენ რაგინ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოთ, ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობები გაცილებით დაახლოვდა ამ დაძაბულობების შემდეგ, ვიდრე ადრე იყო და იმისთვის, რომ ბალანსები არ დაირღვეს, ისინი ღიად გამოხატავენ ურთიერთ მხარდაჭერას. ესე იგი, ამით რა შეიძლება დავასკვნათ ჩვენ? ერთი ის, რომ სიტუაცია იცვლება ქვეყანაში, მთლიანობაში, სამყაროში და ქვეყნები უკვე სხვა გონიერების საფეხურზე ასული აღარ ეგებიან იოლად იმ პროვოკაციულ და თუ გნებავთ იმ მიზანმიმართულ ქმედებებზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მხარისთვის დამახასიათებელი. არ არის გასაკვირი, რომ შეერთებული შტატები ეცება თავისი ინტერესების ფარგლებში იმოქმედოს. იგი არასდროს არ იმოქმედებს, თქვათ, რუსეთის ან ჩინეთის ინტერესების სასარგებლოდ. ფორმა ყველაფერს ეს ხან ღიად აისახება პირველი პირების განცხადებაში, ხანაც შეფარული ხასიათი აქვს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ პროცესი მიდის. პროცესი მიდის არა ისეთი, რაც იყო 10 წლის წინ, რაც იყო 20 წლის საქართველოში, იგივე ხდება, რაც იყო 10 წლის წინ, ანუ კარგი არაფერი. და ჩვენი საუბრების მიზანი სწორედ ის არის, რომ ღრმად გავერკვეთ იმ მიზეზებში, თუ რატომ არ ხდება ქართულ სინამდვილეში პოლიტიკაში მყოფი ხალხის მიერ და უფრო მეტი ხელისუფლებაში მყოფი ხალხის მიერ გააზრება იმისა, რაც ხდება. მოდით აი ამაზე შევაჩეროთ ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი ეს არის. რა თქმა უნდა, ხელისუფლებები იდეალური არ არსებობს. მათ შეიძლება რაღაც არასწორად გამოუდიოდეთ, ამიტომ არის პოლიტიკური დისკუსია, ამიტომ არის საქმის მცოდნე ხალხი, რომლებიც გამოდიან ღია ხელმისაწვდომ ცივილიზებულ ურთიერთობების ფარგლებში კრიტიკით. კრიტიკა არ წარმოადგენს კონფრონტაციულ დამოკიდებულებას. კრიტიკის გარეშე არ ხდება საერთო ინტერესის მქონე საკითხების თაობაზე სწორი გადაწყვეტილების მიღება
და კრიტიკა საშუალებას აძლევს იმ მხარეს, რომელსაც აკრიტიკებენ, თავისი სამზარეულო მეთოდებით გაიაზროს ეს ყველაფერი რამდენად ობიექტურია, რამდენად სამართლიანია და კორექცია მოახდენოს. აი მთავარი პოზიცია ყველა იმ პროფესიონალისა, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს, იმ პოლიტიკური ოპონენტებისა, რომლებიც საუკეთესო, რომ იტყვიან გადაწყვეტილებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული და შესაბამისად ხელისუფლებაზე მოქმედებდნენ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მივიდეს. საქართველოში რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, იმიტომ რომ თვითონ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული რაიმე ორი დაუგდოს ვინმეს, მას თავისი მოდი ასე ვთქვათ, ძალიან ცუდად ჩამოყალიბებული შეხედულებათა სისტემა აქვს, მას არასდროს არ გამოუხატავს ის თუ რა თავარი მიზნები დგას ხელისუფლებაში მყოფი ძალისთვის, რომ მიღწეული იქნას უკეთესობა ნებისმიერ სხვა სფეროში და ბუნებრივი ამას რომ ვამბობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რამ განაპირობა ეს. განაპირობა იმ უმახინჯესმა პოლიტიკურმა სისტემამ, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. ეს არის ბელადომანია, ეს არის ვინ მოასწრებს შეახტეს ბელადის მატარებელს, ეს არის ურთიერთ, რომ იტყვიან გატანის პრინციპებზე აგებული ურთიერთობები, გასაგებია რატომაც ბელადის გარდა ნებისმიერ მატარებლით მოვიდა ხალხი, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურებს არ წარმოადგენენ, მათი ცხოვრებისეული, რომ იტყვიან კრედო არ უკავშირდებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, მოვიდნენ, რა კი მოვიდნენ, იციან რომ ბელადის გარეშე არავინ არ არიან, ცხადია ამ მცირე თუ საკმაო დროს, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნისთვის აქვთ გამოყოფილი, იყენებენ იმისთვის, რისთვისაც იყენებენ. ძირითადად ეს არის იდეოლოგიით ძალიან დამახინჯებული ხალხი, რომლებსაც ნაკლები პიროვნული თავისუფლების ხარისხები აქვთ, თავიანთი წარსული ცხოვრებით მიკავშირებული არიან სხვადასხვა მახინჯ საკმაოდ სტრუქტურირებულ იმ დასავლეთის სტრუქტურებთან, რომლებიც ასოცირდებოდა ნეოლიბერალისტთან, თუ გნებავთ იგივე სოროსის ჯგუფი, საქართველოში უსაშველოდ გაპარპაშებული, დღესაც კი და ბუნებრივია ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ სიტუაციაში სახელმწიფოს სასიცოცხლო პრობლემების შესახებ ღია პოლიტიკური დისკუსიები ვერ იქნება. რატომ? ცხადია ხელისუფლებას ყოველთვის ექნება პანიკური შიში, რომ იგი არ აღმოჩნდეს, როდესაც კონკრეტულ სერიოზულ საქმეზე მოუწევს მსჯელობა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება რომ იყოს, ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად იქნებიან სერიოზულ გადაცემებში, სერიოზულ თემებზე მსჯელობისას მათი წარმომადგენლებიც და მათი კვალიფიციური არ შეუმდგარობის გამო, უმწიფარობის გამო, ისინი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამიტომ გასაგებია, უნდა მოხდეს საზოგადოების სრული გარიყვა პროცესებში მონაწილეობიდან, მოდით ასე ვთქვათ, აქტიური პოლიტიკური საზოგადოებრივი პოზიციის გასანეიტრალებლად, ყველაფერი უნდა იყოს მიყვანილი ორი ძალის დაპირისპირებამდე და სხვა ფაქტობრივად გამორიცხული უნდა იყოს ამ პროცესში, ანუ პოლიტიკურ პროცესში შემოსვლისგან და შენ უნდა დაგაჯერონ იმაში, რომ შენ გაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ წახვიდე და აირჩიო ის, ვინც არის ხელისუფლებაში. გასაგებია ეს კონტრპროდუქტიული სიტუაცია არ იძლევა
ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ და სანდო ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ერთი უცილობელი ფაქტიდან, რომელიც დასავლეთში ძალიან კარგად არის შენიშნული და ჩვენც ამ ყველაფერს უკვე წლებია ვაკვირდებით. ეს არის ტექნიკის განვითარების კვალობაზე ალტერნატიული საინფორმაციო წყაროების გაჩენა, რომლებიც არაფრით არ არიან მიბმული იმ ეგრეთ წოდებულ სტაციონარულ კონტროლირება დიდ საინფორმაციო უწყებებთან, როგორც არის თქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ერთ-ერთი უმახინჯესი, ძალიან ძვირად ღირებული და აბსოლუტურად არაფრის მომცემი ქართველი ხალხისათვის სტრუქტურა არის ტელევიზიები, იცით, მეინსტრიმული ბჭყალებში დავარქვათ, ეს პირველი რო ქვია, მეორე რო ქვია, მესამე რაღაც რეიტინგები რომ კეთდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მათი წონა, მოდით პირდაპირ თქვათ, დასავლეთშიც ამ ბოლო დროს ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ყველა დიდი ცნობილი, ჩემი სტუდენტობის დროს, კოლოსალური ავტორიტეტის მქონე გამოცემები, CBS-ი ჩემთვის საინტერესო იყო იმით იყო, რომ იქ მუშაობდა ყოველდღიური საკუთარი 9 საათიანი გადაცემები მიჰყავდა უილიამ კრონკაიტი, ჟურნალისტიკის ისტორიაში კოლოსალური ავტორიტეტის ფიგურა და უსაშველოდ ავტორიტეტული შეერთებულ შტატებში 99% ფაქტობრივად ენდობოდა მას. რატომ ვამბობ და რატომ გავიხსენე კრონკაიტი? კრონკაიტი რომ ქართულ ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე ისწავლებოდეს და ის პრინციპები ისწავლებოდეს, მაშინ ჩვენ ასეთი ჟურნალისტები არ გვეყოლება თუ გნებავთ იმ არხებზე, რომელსაც ახლა მე ვსაუბრობ. მაგრამ რაც ამბობდა კრონკაიტი, როდესაც კრონკაიტს მისი ავტორიტეტის გამო, ეს 60-იანი წლებია, მე კარგად ვიცოდი მის შესახებ, როდესაც კრონკაიტი წავიდა ვიეტნამში, მაშინ ომი მიმდინარეობდა, ჩამოვიდა და თავის გადაცემაში თქვა, რომ ამერიკამ უნდა დატოვოს ვიეტნამი. მაშინ ლინდონ ბენ ჯონსონი იყო ამერიკის პრეზიდენტი და მან თქვა, ჩვენ დავკარგეთ კრონკაიტი, ესე იგი ჩვენ დავკარგეთ ამერიკა. დიახ, მან წააგო იცი თქვენ არჩევნები, ნიქსონი მოვიდა შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი ეს არის ეს პრინციპი, მე ბავშვობიდან მახსოვს და ამ პრინციპის მოდით ასე ვთქვათ, არაძალდატანებითი გაცნობიერების შედეგად მე გარკვეულწილად ამ პრინციპის ფარგლებში მოქმედებ. კრონკაიტი ამერიკელებს უხსნიდა მხოლოდ ერთ რამეს. რა ხდება? კრონკაიტი არასდროს არ ამბობდა იმას, რომ ეს არის კარგი, ეს არის ცუდი. იმიტომ რომ მას ჰქონდა უზარმაზარი ნდობა და მეც პარალელს გავავლებ, მეც უზარმაზარი ნდობა მაქვს იმ ხალხისა, ვინც უსმენს ჩემს გადაცემას, ჩემს სხვა ტელევიზიებში გამოსვლას, კითხულობს ჩემს გვერდს, იმიტომ რომ მე ვენდობი მათ ინტელექტს, მიუხედავად იმისა, მე იზიარებენ ჩემს შეხედულებას თუ არა, მე მინდა რომ გააზრებული იქნას ყველაზე მნიშვნელოვანი რა ხდება. დანარჩენი რატომ ხდება ასე და რატომ ვერ იქნა თავი და აცილებული ეს ყველაფერი. დანარჩენი უკვე გონიერი ადამიანის საფიქრალი. რატომ გამახსენდა მე CBS-ი? CBS იმიტომ გამახსენდა, რომ ამ ცოტა ხნის უკან CBS-ის ნეოკონსერვატორ ჟურნალის ქალბატონს, რომელიც საერთოდ ჟურნალისტიკის სამარცხვინოების განსახიერება იყო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიდან აიღო
ინტერვიუ. მისი საქციელი აი იოლად შევადარებ. დაახლოებით ისეთივე საქციელი აქვს, როგორც ამ ჩვენ ეგრეთ წოდებულ საკანალიზაციო ტელევიზიებში ჟურნალისტიკის დონე არის. პირდაპირ მთელი ამერიკის პროგრესული ადამიანები დასცინოდნენ ამ ყველაფერს და თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი, რისი თქმა მინდოდა. CBS-ი, რომელიც მწვერვალზე იყო და მთელი ამერიკა უსმენდა, მართალია კრონკაიც, მაგრამ ის იქ იყო, დღეს 100 უზარმაზარი კორპორაცია უავტორიტეტოა. აბსოლუტურად უავტორიტეტოა CNN-ი. ასევე არიან სხვა ტელევიზიები, აიღეთ უგნებად Fox News-ი, თითქოს კონსერვატორობს, მაგრამ მაინც მაგარი შეცდომები დაუშვა. როდესაც ერთი კაცი, ტაკერ კარლსონი, ამზადებს ინტერვიუს რუსეთის პრემიერთან და 100 მილიონზე მეტი მნახველი და მომსმენი ყავს ამ გადაცემას, ესე იგი აქედან იკვეთება მთავარი რამ. ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებები დამოუკიდებელი მცირე ზომის საინფორმაციო საშუალებები აბსოლუტურად ართმევენ ნიშას ამ ერთდროს გიგანტურ ტელევიზიებს. თუ საქართველოს მაგალით შევხედავთ, ეს ვითომ ტელევიზიები იმასაც ვერ გძნობენ, რომ საქართველოშიც ალტერნატიული ტექნიკის განვითარების გამო გაჩნდნენ გამოცემები, შეიძლება ზოგი ასეთი, ზოგი ისეთი, მნიშვნელობა არა, მაგრამ ხალხი წავიდა ამ დამოუკიდებელი ფსევდო ტელევიზიებია, ფსევდოა, კვაზი ტელევიზია, თუ გნებავთ, მე ახლა ვზივარ აქ, თქვენ ხედავთ, რა განსხვავება თქვენ ტელევიზორს უყურებთ ახლა, თუ თქვენი ტელეფონიდან, ან თუ გნებავთ ტელეფონი თუ გაქვთ მიერთებული ტელევიზიაზე, იქედან ნახულობთ. სულ ცოტა ერთი დღის განმავლობაში 20,000 გადაცილდა გუშინდელი გადაცემის ნახვა. კოლოსალური რიცხვია საქართველოს მასშტაბებისთვის, ალბათ კიდე გაიზრდება. ესე იგი, რა გამოდის? თუ აქტიური ადამიანების პასუხისგებლობა იქნება მაღალი, ამ გაძლიერებული შესაძლებლობების ფონზე ეს დამოუკიდებელი ადამიანები აუცილებლად ჩაანაცვლებენ იმ მილიონობით დანახარჯების მქონე სტაციონარულ ტელევიზიებს, რომლებიც მოექცნენ პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შემადგენლობაში და როგორც კი პროფესიული სფერო, როგორც არის ტელევიზია, ექცევა პოლიტიკური ინფრასტრუქტურაში, ის კარგავს სახეს, ის უკვე ტელევიზია ისეთი ვერ იქნება, რომელსაც ელის ხალხი. ამიტომ ჩემი მთავარი, რომ იტყვიან ინფორმაცია თქვენს მიმართ ახლა მოწოდებული არის ის, რომ არასდროს არ იყოთ დამოკიდებული იმ ტელევიზიებზე, რომლებიც საქართველოს შემადგენლობაში, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მოქმედებენ, რადგან ფაქტობრივად თქვენ მათ შორის ამ განსაკუთრებულად თითქოს გახმაურებულ ტელევიზიებში ვერ ნახავს ვერც ერთს, რომელსაც პოლიტიკური დაღი არ ქონდეს დასმული და რომელიც არ იყოს პოლიტიკის წნეხის ქვეშ, რადგან ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, პოლიტიკას ემსახურება. ესე იგი, მეორენაირად ავხსნათ, ცხადია, პოლიტიკურ პარტიას აქვს ყველანაირი უფლება კანონის ფარგლებში ქონდეს საინფორმაციო საშუალებები და აკეთებდეს თავისი იდეების და თუ გნებავს თავისი საქმის პროპაგანდას. პრობლემა არ არის. არავის არ შეიძლება რაიმე ქონდეს, მაგრამ მეორე მთავარი ნიუანსია. ჩვენ უნდა გავარკვიოთ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენ თავში, ჩვენი შეხედულებების მიხედვით, ეს არის ფუნქციონალური მედია, თუ ეს არის დამოუკიდებელი მედია.
ხას უსვამ. ყველას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე უნდა ვიცოდე და ვიცი და მე მინდა თქვენც იფიქროთ ამ საკითხზე, ეს არის ფუნქციონალური მედია, ანუ ასრულებს იმ დავალებებს, რომელიც იმ ინფრასტრუქტურას ევალება, რაც პოლიტიკურ პარტიას გააჩნია, თუ ეს არის დამოუკიდებელი ხალხი, რომელიც თავისი გამოკვეთილი პოზიციიდან ცდილობენ ტრანსლატორის როლი შეასრულონ ხალხის წინაშე და გარკვეული იდეები, აზრები მიიტანონ ალტერნატიული იმისა, რასაც ეს ფუნქციონალური ტელევიზია აკეთებენ. ესე იგი, რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? თავარი ამაში არის ის, რომ როდესაც ქვეყანაში კრიტიკული სიტუაცია არის, მსოფლიოში, რეგიონში კრიტიკული სიტუაცია არის, დასავლეთის გამოცდილ მოქალაქეებს აქვთ გამოკვეთილი პოზიცია. არასდროს ისინი კრიტიკულ სიტუაციებში არ რთავენ და არ უსმენენ ფუნქციონალურ პრესას, არ კითხულობენ პრესას, არ უსმენენ ტელევიზიებს, იმიტომ რომ მათ იციან, ეს არის პარტიული პოზიციის გამტარებელი მედია. კრიტიკული სიტუაცია, როცა ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით, თუ გნებავთ ავიღოთ სულ ახლო წარსულის ძალიან თვეების წინ ეს რუსაველზე დაპირისპირებები და ასე შემდეგ, კარგად მოქალაქეობაში ჩამოყალიბებული, გამომზმედილი მოქალაქე, რა თქმა უნდა, არასდროს არ ჩართავდა და არ მოусმენდა ამ საკანალიზაციო ტელევიზიებს და მათ შორის იმ პირველ საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმიტომ რომ ისინი ფუნქციონალურ მედიას წარმოადგენენ და კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანი დაიწყებდა იმ ადამიანების ინფორმაციის ძებნას, რომლებიც მათში იწვევენ ავტორიტეტს. ხას უსვამ. დააკვირდით, რა სიტყვა ვთქვი. თუ შენ საზოგადოებაში საჯარო პირებს შორის არ შეგიძლია გამოარჩიო დამოუკიდებელი აზროვნების, დამოუკიდებელი პასუხისგებლობის, ისეთი პრინციპების მქონე ადამიანი, საჯარო პირი, რომელიც შემოსულია საჯარო სივრცეში, დაკავებულია გარკვეული ადგილი და თქვენ მას უყურებთ, მაგრამ ვერ გაგიგიათ ვინ არის, ხო? ესე იგი თქვენ რაღაც ერთი თუ ვერ გაგიგიათ, მეორე ვერ გაგიგიათ, ვერავინ თუ ვერ გაგიგიათ, მაშინ ძალიან ცუდადაა საქმე, ამიტომ თქვენ ჩართავთ თქვენი ბელადის, მე ვისაც ეკუთვნის იმას ვეუბნებით, იმ ბელადის მეხოდვე ტელევიზიას და იმას მოუწვენთ. ანუ თქვენ გადით მოქალაქეთა პოზიციიდან და იქეცით იმ ობიექტად, რომელსაც ამუშავებენ მის ცნობიერებას, აკეთებენ იმ ტვინის გამორიცხვას, რომ პოლიტიკურ საქმეს ემსახურონ. ესე იგი, ჩვენ დამოუკიდებლობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი, რომელიც თქვენ ანიჭებთ ადამიანებს, მისი საქმით, უანგარობით, მისი პოზიციით, მისი სახელმწიფოსადმი, ხალხისადმი დამოკიდებულებით, თქვენ ახართ ავტორიტეტის მინიჭებელი და არა კონკრეტული პიროვნება, რომელიც იტყვის, რომ აი მე ნახეთ რა ჭკვიანი ვარ და თუ ის ჭკვიანია, ამ სისულელებს ვერასდროს ვერ უნდა აძლევდეს თავსნებას, ხმამაღლა თქვას, ხო? ესე იგი, შევთანხმდით იმაზე, რომ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს ფუნდამენტალური, რადგან საქართველოში ეს კარგად გაგებული არ არის. ეხლა მე გავაკეთებ პარალელს იმ კლასიკური ამერიკული სიტუაციიდან, რომ კარგად წარმოიდგინოთ ის, რაც არის მთავარი და რაც გამორჩენილია ქართულ რეალობაში. თუ შეხედავთ თქვენ ამერიკის რეალობას, მას შემდეგ, რაც წარმატებული ამერიკელი მაღალჩინოსნები გადიან პენსიაზე, ისინი აღმოჩნდებიან
ცნობილი მსხვილი დიდი კორპორაციების დირექტორთა საბჭოებში, სამეთვალყურო საბჭოებში და ასე შემდეგ, მათ საკმაოდ უხდიან ხელფასს და ისინი აგრძელებენ უკვე არასახელმწიფოებრივ სფეროში მუშაობას. რაშია საქმე? რატომ? ძალიან მარტივი რამე, სხვათა შორის ჩვენი დღევანდელი არაფორმალური მმართველისთვისაც ეს ახსნილი მაქვს. კერძო სექტორში მართვის განხორციელება, ფირმა იქნება ეს რაღაც საწარმოო და ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, არის ამხელა საქმე. ხას უსვამ. სახელმწიფოს მართვა არის ამხელა საქმე, შეხედეთ? ფირმის მმართველობიდან თქვენ რაღაც გამონაკლისი უნდა მოხდეს, რომ თქვენი აზროვნება გაფარდოთ იმაზე, რომ სახელმწიფო მართოთ. ეს ყველა მისის, ანბანურ რამეს ლაპარაკობ. არა, სხვა მენტალიტეტია. სახელმწიფო მართვა და კერძო სექტორში ფირმის მართვა აბსოლუტურად შეუსაბამოა ერთმანეთთან და თუ გნებავთ კერძო სექტორში წარმატებული ფლობელიან მენეჯერი, აბსოლუტურად არ არის იმის გარანტი, რომ იგი სახელმწიფოში იგივე ეფექტური იქნება, იმიტომ რომ მასშტაბებია სხვა. ესე იგი, ნახეთ როგორ უყურებდნენ, მე ახლა ამის თაობაზე არაერთი რაღაც მაქვს წაკითხული, არაერთი პრაქტიკები მაქვს გავლილი და შეხედულება არის ასეთი. სახელმწიფო სამსახურში წარმატებული კაცი არის კაპიტალიზირებული კაცი. ანუ მან და მის კაპიტალს ფული კი არ წარმოადგენს ჯიბეში ან ბანკში. მისი კაპიტალი არის ის, რომ ის წარმატებული იყო ამხელა საქმეს ემსახურა და კერძო სექტორს რატომ მიყავს, იცით? და ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობას თავაზობენ და დიდ ფულსაც უხდიან. კერძო ჭკვიანმა სექტორმა იცის ის, რაც ქართულმა კერძო სექტორმა არ იცის. კაპიტალიზირებული სახელმწიფო წარმატებული ადამიანი მის კერძო სამსახურში თავის ირგვლივ ჭაობს არ დააყენებს. იმიტომ რომ ის კარგავს იმას, რაც წარმოადგენს მის ღირებულებას, ის კარგავს თავის ავტორიტეტს. და ეს ავტორიტეტს ფული კი არ უქონის. მისი პროფესიონალიზმი, მისი საქმე. საქართველოს სინამდვილეში ჯერ ეს პირველი ხო განადგურებული სახელმწიფო სექტორში ავტორიტეტს და საქმის მცოდნეკაც ვინ გააჭაჭანებს. ეს დამპალი მახინჯის სისტემა პირიქით შემიძლია 1000% სიზუსტით გითხრათ. ეს მარიონეტები ხელისუფლების აღმასრულებელ სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ აჯერნენ, რომ არაფერი არ გააკეთონ, ფული აკეთონ, იმიტომ რომ რაც გასაკეთებელია თვითონ დავალებებს იძლევიან და ყველაფერი გაკეთდება. კერძო სექტორი, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, ფაქტიურად ტოტალიტარული სახელმწიფოს მინი მოდელია, რომელიც არ არის დამოკიდებული ნიჭიერ საქმიან პროფესიულ თანამშრომლებზე. მთელ მსოფლიოში დიდი კორპორაცია იქნება, საშუალო ფირმა იქნება, თუ პატარა ფირმა იქნება, წარმატებას განსაზღვრავს დაქირავებული თანამშრომლები. საქართველოს სინამდვილეში ქართული ფირმებისათვის 1000-ჯერ არ არის საჭიროა განათლებული საქმისმცოდნე პროფესიონალი, ან უნდა იყოს კლანის წევრი, მისი რო იტყვიან უახლესი ადამიანის სხვას არ ენდობა და ეხლა ამას თემას გავაგრძელებ. და ამდენად საქართველოში ფირმის წარმატების საშუალება ბოდიშით პირობა მიბმულია არა მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმზე, არამედ
ამ ფირმის პატრონს აქვს თუ არა კოდი გადამული ხელისუფლებაში ვინმესთან. ეს არის ქართული ფირმის წარმატების საფუძველი. ჟარგონზე რო ვთქვა, გკრიშავს თუ არ გკრიშავს ხელისუფლებაში ვინმე. თუ შენ ხელისუფლებაში ყავს მხარდამჭერი, მაშინ ტექნოლოგია აწყობილია, თქვენ მიიღებთ სახელმწიფო შეკვეთას. კარგი ხარ, ცუდი ხარ, რა მნიშვნელობა ხარ? თან მისი ხარ. შენ წახვალ ამ მუქთ ფულს, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოიპოვე, რომ ჩაწყობილი რეალობიდან გამოდი, თურქეთში წაიღებ, სხვაგან წაიღებ, იყიდი რაღაცა სახელმწიფო შესყიდვისთვის, ერთლარიან საქმეს ხუთლარად გააფორმებ, ჩამოიტან ყველაფერს ამ ნავარს, დალექილს, შემდეგ იმ ადამიანებთან ერთად, რომელმაც ეს ტენდერი გარგუნა, გაიყოფთ და ორივენი კმაყოფილი ხართ, იმიტომ რომ თქვენ გააკეთეთ მილიონები სახელმწიფოს გაძარცვის ხარჯზე. არის თუ არა ამერიკაში კორუფცია, ტოტალური კორუფცია, ფანტასტიკურად დიდია, მაგრამ კორუფციის ხასიათი შეერთებულ შტატებში და საქართველოში პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისგან. მახსოვს მე უშიშროების საბჭოში ამერიკაში ვაშინგტონში როცა ვესაუბრებოდი, ისე უთხარი რომ ეხლა არ დამიწყოთ იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოში მექორთამეობა და ასე შემდეგ. ამერიკაში რომ ერთი ქთამია, ის აწვენის მთელი საქართველოს ქთამებს, წვრილ-წვრილი ქთამებს, მაგრამ ქართულ ცხოვრებას რატო? რაშია ქთამი? კოლოსალური სახელმწიფო შესყიდვებია შეერთებულ შტატებში. დაუშვათ 12 ომდამშენი უნდა შეიძინოს შეერთებულმა შტატებმა. ცხადა იქ არის ლოქჰიდ მარტინი, არის სხვა რაღაცები, არის ბოინგი, ვიღაცები. აქედან იყიდის, იქედან იყიდის თუ იქედან იყიდის, მნიშვნელობა არ აქვს, ყველა კაი იქნება. რაღაც პატარა ნიუანსებში სხვაობა იქნება. და თქვენ წარმოიდგინეთ, აი აქ ხდება იმ პრეზენტაციების შეფასება, თუ ვინ უკეთ მოახერხებს უფრო სერიოზული შეთავაზების გაკეთებას იმ ხალხისადმი, რომლებიც წყვეტენ ამ საკითხს. ამიტომ კორუფცია იქაც ძალიან დიდია, მაგრამ ის კორუფცია კლასიკურ ეპოქაში ვერაფრით ვერ აზიანებდა. ეხლანდელი კორუფცია აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ქართულ კორუფციას ემსგავსება და რამაც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა მართვის ეფექტურობას. ესე იგი, მთავარი თემა, რაც უბრალოდ ავხსენი, არის ის, რომ ხელისუფლებაში, კერძო სექტორში დაიკარგა პროფესიონალიზმი, მიდრეკილება, მოთხოვნა მათზე, რატომ? არაკონკურენტულ გარემოში, სადაც ყველაფერს წყვეტს არა ნიჭი პროფესიონალიზმი, არამედ წყვეტს მხოლოდ ხელისუფლებასთან ხარისხი შენი დაკრიშვისა, გასაგებია, რომ ჩვენ ვიღებთ იმ ქვეყანას, რა ქვეყანაც დღეს გვაქვს. ამიტომ ხდება ის, რაც ხდება და ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენ შეგვეძლოს ზუსტად გავარჩიოთ, სად გადის ის საზღვარი, რომელიც ამ დამოუკიდებელ ადამიანებს არასდროს გადაადგმევინებს ნაბიჯ სიკეთკენ, რაც თქვენ წარმოდგენებს შეცვლის, მაშინ თქვენ ცუდად გაგირჩევიათ ადამიანები, არადა ქართველებს არ აკლიათ ადამიანების გარჩევა. თუ ეს მოხდა, ეს იშვიათი შემთხვევა იქნება, რადგან მე სოფელთან არა მაქვს გაწყვეტილი კავშირი და როცა ჩავდივარ და ველაპარაკები ადამიანებს, მე ველაპარაკებიან ფსიქოლოგიაში აბსოლუტურად გარკვეული სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც ზეპირად უშეცდომოდ გიხასიათებენ ამა თუ იმ
პერსონაჟს პოლიტიკური თუ სახელისუფლებო იქნება ის, რომელსაც ტელევიზიით უყურებენ. ისინი სულ რამდენიმე სიტყვაში ზუსტად გეტყვიან იმ კაცს, იმიტომ მათ აინტერესებს იცნობ თუ არა ამას, ეს როგორია, ის როგორია და როცა შენსაც ისმენენ, თავისასაც გეუბნებიან და აბსოლუტურად უშეცდომოდ ახასიათებენ ადამიანებს. ესე იგი, თუ ადამიანს უჩნდება კრიტიკულ სიტუაციაში სწორი ინფორმაციის მოძიების სურვილი და სწორ ინფორმაციას თქვენ მაინდა-მაინც ეცდებით, რომ ერთჯერადაც სადაც აიღოთ. შეიძლება ძალიან ენდობით ადამიანს მოусმინეთ ყურადღებით, შემდეგ თუ კიდე გაქვთ რაიმე წყარო ალტერნატივებისა, მოусმინეთ მათაც და გააკეთეთ შედარებითი ანალიზი. ეს არის აუცილებელი, რომ თქვენ არ მოექცეთ იმ კანალიზაციის ტელევიზიების გავლენის ჩვენს, რაც საქართველოში უბედურების როლს ასრულებენ, მაგრამ საბედნიეროდ ისინი ნელ-ნელა გადავლენ, ტექნიკა კიდევ უფრო დაიხვეწება, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები და თქვენ ნახავთ სრულიად სხვა საინფორმაციო სივრცეს, სადაც თქვენ აირჩევთ იმას, რაც თქვენ გნებავთ და აირჩევთ ისე, როგორი სურვილების და მისწრაფებების თქვენ გაქვთ. ესე იგი, ჩემი პრინციპი ფაქტობრივად გაგიცხადეთ ისიც, რომ ეს მე ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მაქვს გაგონილი, მოსმენილი და ძალზე ჩამჩა გონებაში, ნდობა მოვიდა იქედან, კრონკაიტს ნდობა მოვიდა იქედან, რომ იგი უსაშველოდ ენდობოდა თავის მსმენელებს და ის ამბობდა, რომ ჩემი მთავარი მიზანია მე ახსნა სწორად რა ხდება. დანარჩენ ჩემი მაყურებელი თვითონ მიხვდებაო. ნახეთ, მეორე მთავარი რაც მან გააკეთა. როდესაც მას უთხრეს, რომ კენჭი იყარე ამერიკის პრეზიდენტად, შენ ხო უსაშველოდ პოპულარული ხარ, კრონკაიტმა თქვა ოქროს სიტყვები. მე რომ ეს ნაბიჯი გადავდგა, მე უზარმაზარ დარტყმას მივაყენებ ჟურნალისტის პროფესიას და ამით ძალიან დავაზიანებ მას. ეხლა გეკითხებით მე. და რატომ მოვიყვანე კრონკაიტის მაგალითი? ნებისმიერი წარმატებული ხელისუფლება და ნებისმიერი წარმატებული ქვეყანა ასეთ ინდივიდუალურ პიროვნებებს ეყრდნობა. თუ სახელმწიფოში ისპობა ეს ღირსებული პიროვნული მომენტი, აი ღირსეულად დაიკავო პოზიცია ურთულეს მდგომარეობაში, იყო პრინციპული, არ იყო მაამებელი, არ გინდოდეს ვიღაცისგან რაღაცა, რომ იტყვიან ნასაცოდი ასეთი კაი სიტყვა, რაღაცეებით შენი თავის გაფუჭება, შენ უნდა იყო ისე, როგორც ხარ, ღირსებით სავსე, ცოდნე, ცოდნას კი დიდი შრომა უნდა, პასუხისმგებელი და უსაშველოდ პატივისმცემელი იმ ხალხისა, ვისაც ესაუბრები. თუ მოსაუბრეში თქვენ უპატივცემულობას გძნობთ ან მის ინტონაციებში, მოდულაციებში, ხოიცით, როცა ტონალობები იცვლება და ასე შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ თქვენს მიმართ უპატივცემულობა, კაცი, რომელიც არ გცემთ პატივს, გასაგებია, რომ მისგან თქვენ სასარგებლოს ვერაფერს ვერ გაიგებთ და ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოსაუბრეს, შეურაცხყოფა მიაყენოს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი და აბსოლუტურად გამოუსადეგარია იმ საქმისთვის, რა საქმესაც ეხლა მე შევეხე და ჩემი თავიც ამ საქმის ნაწილად მიმაჩნია. ამიტომ კიდევ ერთი დასკვნა გავაკეთოთ ჩვენ, რომ მოქალაქე მაშინ ხდება სრულფასოვანი მოქალაქე და თავისი ქვეყნის მესვეული, როდესაც ის მის ირგვლივ ადამიანების იდენტიფიკაციას ახდენს, შეუძლია უშეცდომოს ამოიკითხოს ამა თუ იმ ადამიანში,
მისი პათოსი, მისი მისწრაფებები და ასე შემდეგ. აი ეს არის მოკა. ახლა შეიძლება ვინმე მითხრას, რომ ადამიანის ამოცნობა რთულიაო და აი, ხო იცით, არის ძალიან ინერციულ აზროვნებაში რო არის გაბატონებული ერთი ფუთი მარილის დოქტრინა. ესე იგი, თურმე ერთი ფუთი მარილი უნდა ჭამო კაცთან ერთად, რომ გაიგო კაცი. ჩემი დასკვნა. ესე იგი, სრული უჭკუო ხარ? არაფერი შენ ამ ქვეყანაზე არ გაგიგება, რადგან ადამიანის ამოცნობაში გჭირდება კოლოსალური საშუალება. მე რა პოზიცია მაქვს? ყველა ადამიანს სახეზე აწერია ვინ არის. საკმარისია ადამიანმა დაილაპარაკოს ერთი წუთიც კი, მისი ხმის ტემბრი, მისი ინტონაციები, მისი ტონალობა საუბრისა, მისი გადასვლები, ანუ მოდულაციები და ასე შემდეგ, ერთი წუთის განმავლობაში მაქსიმუმ სრულ ინფორმაციას იძლევა იმაზე, თუ რა სახის ადამიანი დგას შენს წინაშე. ამიტომ, როდესაც მე ახალგაზრდებს განათლებისკენ მოუწოდებ, ცოდნისკენ მოუწოდებ, სწორედ განათლება, ცოდნა, მუდმივი რეფლექსია იმისა, რასაც კითხულობთ, გააზრება, იმისა, რასაც ირგვლივ ხედავთ, გააზრება და დასკვნების გაკეთება, თქვენს გონებას ავარჯიშებს იქამდე, რომ თქვენ ხდებით ადამიანის მცნობი. აქედან ძალიან მარტივი რამეები გამოდის. თუ თქვენ ადამიანის მცნობი ხართ და კიდე გეუბნებით ადამიანი ამოიცნობა უშეცდომოდ, მაშინ თქვენს პირად ურთიერთობებში, სამეგრობრო წრესაც იდეალურად სწორად შეარჩევთ. თქვენს საქმიან ურთიერთობებში ზუსტად იმ ხალხთან დაიჭერთ ურთიერთობას, რომელიც თქვენთვის თქვენი უკვე ინტელექტიდან გამომდინარე შეესაბამება თქვენ მოთხოვნებს, თქვენ აუცილებლად იქნებით ისეთი ადამიანის მხარდაჭერი პოლიტიკაში, თუ თქვენ არა ხართ პოლიტიკაში, რომელიც შეესაბამება თქვენ წარმოდგენებს და არასდროს არ იქნებით ისეთი, როდესაც ვიღაცას მოწონს მიშა, ვიღაცას მოწონს ბიძინა, ვიღაცას კიდე სხვა, იმიტომ რომ ეს სხვა რამეა. ეს იმის საწინააღმდეგოა, რაც თქვენ ახლა მე გესაუბრეთ. რატომ ასე? იმიტომ ასე, რომ ასე ფიქრი მე საშუალებას მაძლევს მიღებულ ინფორმაციაში არ ვიყო ბრმა, არ ვიყო იმ ტექნოლოგიის გავლენის ქვეშ, რომელიცაც ამ ინფორმაციით უნდათ მიღწევა. ანუ არ ვიყო ამისისტი, იმისისტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ მე ზუსტად დავიწყებ იმის გარკვევას, თუ რა ხდება უკრაინაში. ერთ წყაროს ვნახავ, ერთ კაცს მოусმენ, მეორეს, მესამეს, რომელიც აი ამ ჩემი კრიტერიუმებით, რაც ახლა გითხარით, თქვენთვის მისაღებია და თქვენ აუცილებლად მიხვალთ იმ უბედურების გააზრებამდე, რაც უკრაინაში ხდება. მაგრამ დააკვირდით, პარალელურად თქვენ ქვეყანაში ხალხი ისევ გახვეულია, იდიოტიზმის დონემდე არიან დასული, გახვეული არიან დროშებში, წერენ და საუბრობენ სრულიად უაზრო რამეებს, რომელიც არა უბრალოდ სწორი არ არის, არამედ არის იდეოლოგიური წნეხის შედეგად ჩამოყალიბებული უსაშვეველო უაზრობა, რომელიც არ არის ბუნებაში არსად. მაშინ თქვენ ზუსტად გაიგებთ იმას, თუ საით მიდის ევროკავშირი, რომელსაც წინ კარგი არაფერი არ აქვს. მე არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ, რომ დღევანდელ ევროკავშირს კლასიკურ ევროპულ კულტურასთან არაფერი არ აკავშირებს.
ერთ-ერთი პირველი საქართველოში, რომელმაც დაიწყო საუბარი, რომ ევროკავშირი უდგეურია, ნატო უდგეურია, მაშინ როცა არაფერი ამის მსგავსი არ ჩანდა, მაგრამ მე ნატო მახსოვს რადგან მეოთხე მეხუთე კლასიდან, როცა საბჭოთა იმ გაზეთებში თუ ჟურნალებში იწერებოდა ზოგი კარიკატურა იყო ყველაფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე უკვე ჩემი ასაკის მატებასთან ერთად და პოლიტიკით დაინტერესდებასთან ერთად მე დავიწყე ყველაფერი ამის გარკვევით და 2007 წელს პირველად საჯაროდ თქვი, რომ ეს არის უბედური სტრუქტურა, რომელშიც ჩვენ არც არავინ არ მიგვიღებს, ვერ მიგვიღებს და ევროკავშირი ხო საერთოდ სალაპარაკო არ არის. დააკვირდით ცნობილ ანალიტიკოსებს. ხას უსვა, თქვენ თუ იყავით ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალი რანგის პროფესიონალი თანამშრომელი, თუ თქვენ იყავით თავდაცვის სფეროში მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რომელიც იმ განსაკუთრებულ მომენტებში, ოპერაციების დაგეგმვაში და ასე შემდეგ იღებდა მონაწილეობას, თქვენ იქ სამსახურით რომ შეწყვიტოთ, თქვენ ყოფილი ვერ იქნებით. თქვენ ყოფილი პროფესიონალი ვერ იქნებით. გამორიცხეთ, თქვენ შეიძლება თქვენ, რომ ახლა არა ვარ იმ თანამდებობაზე, მაგრამ თქვენი პროფესიონალიზმი არცად წასულა, თქვენი კოლოსალური ინფორმაციულობა არცად წასულა, იმ სფეროების ცოდნა, რომელიც ფაქტობრივად დახურულია ჩვეულებრივი მოქალაქე და უდიდესი უმრავლესობისთვის თითოეულების გამოკლებით, თქვენ ყოფილი ვერ იქნებით. და ეს ხალხი საკუთარ თავს პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აძლევენ იმას, რომ ბევრი ისაუბრონ, იმიტომ რომ მათ პირველ რიგში ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა. ისინი სხვისთვის არ მუშაობენ. სხვისთვის რომ იყოს მათი მუშაობა, მათ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი სპეცსამსახურები უბრალოდ გაანადგურებდნენ. მაგრამ ეს მათი კოლეგებია, რომლებიც ისეთ საქმეს აკეთებენ, რასაც თვით სისტემაში მყოფი ცენტრალური სადაზვერვო ან თუ გნებავთ სამხედრო უწყების ადამიანი ვერ გააკეთებს. ამიტომ მათი ფუნქცია სწორად უნდა გვეცმოდეს ასევეა საქართველოშიც. ასევე თუ გნებავთ ის გადაცემა, რომელიც მე თქვენ შემოგთავაზეთ და თქვენ ახლა უსმენთ, რადგან ამ გადაცემაზე ჩემს პოზიციებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია. იმიტომ რომ მე ჩემით მაქვს ეს ყველაფერი გააზრებული და ჩემი აზრი მინდა თქვენამდე მოვიტანო. ამიტომ მინდა მე და ამიტომ გთხოვთ ყოველთვის, რომ ყველაფერს, რასაც მე ვამბობ, კრიტიკულად მოეკიდეთ. თუ რაიმე არის მომწერეთ, მე აუცილებლად უპასუხებ ყველაფერს. აი ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ძალიან გამახარა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მწერს და უსაშველოდ მიხარია, მომწერა, რომ იქნებ თქვენ გითხრათ თქვენი ხედვა საქართველოში 90-იან წლებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და შემდეგ ოთხშაბათს, როდესაც იქნება კითხვებზე პასუხის დღე, მე რა კი იმ ასაკში ვიყავი უკვე, როცა 90 წლისთვის მე უკვე ვიყავი სერიოზული ასაკის და მე სრული წარმოდგენა მქონდა, არ ვიყავი პასიური მაყურებელი, მე მოგიყვებით იმას, რაც მე განვიცადე და შევეცლები აღწერო ის, თუ რა კოლოსალური შესაძლებლობები დაკარგა ქართველმა ხალხმა,
როდესაც მათ ჩაუვარდათ ხელში დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც პოსტსოციალისტურ სივრცეში ითვლებოდა უახლოეს ხანში რეფორმების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ პოტენციურ ვეფხვად და აღმოჩნდა 2 წელიწადში ჭაობში, სამოქალაქო ომში, განადგურებაში და მის შემდეგ ნადგურდება წარმატებით. ეს არის ტრაგედია, რომელიც თავისი სიმძიმით საქართველოს ისტორიაში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია იყოს. და ჩვენ მიუხედავად იმისა, ეს სულ ახლა ხანი იყო, დაკარგული გვაქვს ის ძაფი თუ რა გაწყდა. აი მე შევეცდები იმაზე გესაუბროთ, რაც უკვე კარგად გარკვეული ვიყავი, არ ვიყავი, მუშაობდი მეცნიერებაში, ინსტიტუტში, შეხება მქონდა უამრავ რამესთან, ფიქრობდი, ანალიზის უნარი მქონდა და ვაანალიზებდი. საქართველოს ისტორიაში იმ შესაძლებლობის განადგურება, რაც მოხდა 90-იანების დასაწყისში, არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რადგან ჩვენ შეგვეძლო ყოფილიყავით გამორჩეული და ასეც მიაჩნდათ, პოტენციალი იყო კოლოსალური, რომ საქართველო იქნებოდა პოსტსოციალისტურ სივრცეში. ვერ დავითარი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ვერავით არის ჩეხეთი, ვერავით არის რომელიმე პოსტსოციალისტური ქვეყანა საქართველოსთან თავისი შესაძლებლობებით, ადამიანი რესურსით ახლოსაც ვერ მოვიდოდა. მე 90-იან წლებს დაგიხატავთ მის ყველაზე ტრაგიკულ ასპექტებში, რადგან ეს ღრმა ფესვებია, ეს არის ნიმუში იმისა, თუ ზერელობამ და არაპროფესიონალიზმმა, ამ ჩატებამ, უპასუხისგებლობამ საკუთარი მომავლისა წინაშე საქართველო გადაჩეხა უფსკრულში, საიდანაც ის ჯერ ამოსული არ არის. ამოვალთ, აუცილებლად ამოვალთ, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ქართველებში გადარჩენილი ხალხი საკმაოა. ქართველთა დიდი გაერთიანება გითხარით, ეს ხალხია, რომელსაც მხოლოდ ეს ქვეყანა უნდა და არავითარი სხვა მიზანი ერთად ყოფნისა არ გააჩნიათ. მაგრამ კიდე გეუბნებით იმისთვის, რომ ჩვენ გავიაზროთ, რა ტრაგედია იყო 90 წელი, რა კოლოსალური შესაძლებლობები დაიკარგეთ, ამას ვერავის ვერ დავადანაშაულებთ. ამაში აი ამას რომ გავიაზრებთ, ჩვენ შეიძლება ამის შემდეგ უფრო დიდი პასუხისგებლობით მოვაკიდოთ დღევანდელობას, რადგან მე სწორედ ეს მაიძულებს, რომ არ ვიყო გაჩერებული, ვიყო აქტიური, ვიყო აბსოლუტურად უშიშარი და ვიყო შემართული, რომ ეს მართლაც და ფანტასტიკური ქვეყანა, მართლაც და საოცარი კულტურა და მართლაც გამორჩეული ხალხი, არა ვარ მე ვაშა პატრიოტი, ასე გულზე მჯიღებს, არა, მე შიგნიდან გეუბნებით, საოცარი ხალხი, არ შეიძლება იყოს ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში დღეს არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, არ გადაგხლით, ახლა შაბათ ჩვენ მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში შევხვდებით ერთმანეთს და ოთხშაბათს მე ამ თემებზე ვისაუბრებ. მე იმედი მაქვს, რომ იმ მტკივნეულ და ძალიან სერიოზულ თემას, რომელიც მე დღეს გავახმაურე, კარგად დაუფიქრდებით, იმიტომ რომ სხვანაირი რამ არ არსებობს. თუ ცოცხალ საღი აზრის ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი, ერთმანეთის შეცნობა, ერთად ჩამოყალიბება საერთო საქმისადმი
არ შეუძლიათ, მაშინ ამას ვერაფერი ვერ უშველის. მაგრამ ჩვენ თავად უნდა უშველოთ ამ ქვეყანას, ჩვენ თავსაც უნდა უშველოთ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ და ყველაზე დიდი საჩუქარი ქართველისთვის ის იქნება, რომ ის იმ ფანტასტიკურ სიამოვნებას იგრძნობს, რომ მან მონაწილეობა მიიღო ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავისი ქვეყნის გადარჩენის საქმეში იშრომა და მან მიიღო ის, რაც უნდოდა. დალაგებული სახელმწიფო, სადაც კიდევ უფრო მეტი შრომაა საჭირო, განათლებაა საჭირო, მოვლა, ყოველდღიური ფიქრია და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, ჯერ გამოვძვრეთ ამ უსაშინელესი ჭაობიდან და მერე ყოველდღე უნდა გვტკიოდეს თავი. ყველა რო არ იტკივოს ხალხი, ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ვიღაცებს შევარჩევთ, ვინც ჩავთვლით, რომ სახელმწიფოს მოვლა შეეძლებათ, დაუჭერთ მხარს და მათ ეთკინებათ ყოველდღე თავი კი, ჩვენ კი მათ მოусმენთ და კრიტიკული ვიქნებით მათ მიმართ. და აი ეს იყო ჩემი დღევანდელი საუბრის მიზანი. მე მიმაჩნია, რომ ამ თემაზე უნდა მესაუბრა, იმიტომ რომ ფუნდამენტალურ რაღაცებს შევეხე. იმედია კარგად გაიაზრებთ. დიდი მადლობა. ეხლა კი დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. შაბათამდე.